Telegram არხები რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ მთავრობას შორის შეთანხმების ტექსტს ავრცელებენ. ეგრეთ წოდებული დოკუმენტის შინაარსი დაკავშირებულია რუსი იურიდიული პირების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან. როგორც ეგრეთ წოდებულ შეთანხმებაშია ნათქვამი, საოკუპაციო რეჟიმი იღებს ვალდებულებას იურიდიულ პირებს ანუ რუს ინვესტორებს ეგრეთ წოდებული საინვესტიციო პროექტის განხორციელებისთვის მისცეს მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება. უფრო მეტიც ეგრეთ წოდებულ შეთანხმებაში ასევე ნათქვამია, რომ ინვესტორებს ეგრეთ წოდებული საინვესტიციო პროექტის განხორციელებისას შექმნილ ობიექტებზე ექნებათ საკუთრების უფლება. ეგრეთ წოდებულ დოკუმენტში ყურადღება მახვილდება ეკონომიკურ საკითხებზეც. იურიდიული პირი განთავისუფლდება კორპორაციული ქონების გადასახადისა და კორპორაციული მოგების გადასახადებისგან. ეგრეთ წოდებული სამოქალაქო აქტივისტი თენგიზ ჯოპუა აღნიშნავს, რომ ეს შეთანხმება ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ქმნის უპრეცედენტო უპირატესობას უცხოელი ინვესტორებისთვის, რასაც ვერცერთი ადგილობრივი ვერ გაუწევს კონკურენციას. კრემლის ანექსიური პოლიტიკა ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ უფრო მკვეთრად იკიდებს ფეხს. არსებული დოკუმენტი ლოგიკურად წარმოადგენს შესაძლებლობას მოსკოვისთვის, რომ მოიპოვოს სრული ეკონომიკური კონტროლი ოკუპირებულ რეგიონზე და შემდგომში მიზნების მისაღწევად, რაც გულისხმობს ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიას. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრთან საუბარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამას ხუბუა აღნიშნავს, რომ ეს არის რუსეთის მცდელობის გაგრძელება, რომ საბოლოოდ დაიკანონოს აფხაზეთის ტერიტორია და გადააქციოს მის ერთ-ერთ გუბერნიად. ეხლა არის ახალი შემოთავაზებები, რითაც რუსეთის ფედერაცია ცდილობს აფხაზეთის ტერიტორიის ეკონომიკური ანექსიის, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა გაფორმების ხარისხის ამაღლებას. ამას ცხადია ეწინააღმდეგებიან ადგილობრივი ბიზნესმენები, საქმის და ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც გონიათ, რომ მათი უფლებები, ასე ვთქვათ, ირღვევა და უპირატეს მდგომარეობაში არიან ინვესტიციასთან მოყოლილი ის ადამიანები, რომლებიც გარედან უნდა შემოვიდნენ და თავიანთი ბიზნეს, ასე ვთქვათ, პროექტები უფრო თავისუფლად განახორციელონ, ვიდრე ადგილობრივმა წარმოებლებმა. ეს არის რუსეთის ფედერაციის მცდელობის გაგრძელება, რომ საბოლოოდ დაისაკუთროს ეს ტერიტორია, გახადოს თავის გუბერნიად.